დევნილთა აქცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 22 დღეა მიმდინარეობს, პროტესტის უკიდურეს ზომაში გადაიზარდა. დევნილთა ნაწილი უკვე მერვე დღეა შიმშილობს და მათი ძირითადი მოთხოვნები უცვლელია. ისინი დაუყოვნებლივ საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სამინისტროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრის მიუხედავად შედეგებით უკმაყოფილო არიან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. უწყვეტ აქციას ვახორციელებთ, ქალბატონები შიმშილობენ. ვიყავით ყველასთან, ყველა უწყება მოვიარეთ. 27 წელს განმავლობაში ჩვენ არ ყოფილვართ დაკმაყოფილებული. ვითვენდით ჩვენი ვცდილობდით თავი გაგვეტანა. ვეღარ ვიხდით ქირებს, უკვე ფიზიკურად აღარ შეგვიძლია. მაისიდან იყო მოლოდინი იმისი, რომ მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო გაწელეს. პასუხისგაცემა დღემდე ვართ აქ. დაშლას არანაირ შემთხვევაში არ ვაპირებთ, სანამ კონკრეტულ პასუხებს არ მივიღებთ. ვინც აქ არის შეკრებილი, ყველას აქვს მინიჭებული ქულები. მე პირადად 5 ქულა მაქვს მინიჭებული. არაერთხელ გქონდა შეხვედრა, იყო ცარიელად დაპირებები, მხოლოდ და მხოლოდ და იქიდან გამომდინარე, რომ არ გამოიტანა არანაირი შედეგი, ამიტომ ვითხოვთ ახლა ქალბატონ მინისტრთან შეხვედრას. ვითხოვთ ბინით დაკმაყოფილებას. სხვა ხალხს ყოფს არაფერი არ აინტერესებს. ხო შეიძლება ამ კრიტერიუმებს არ უყურონ უკვე. ისი 5. შეიძლება 5 წელიწადში მოხდეს 4 წელიწადში და როდემდე დღეს ძალიან ცუდად ვიყავი და არ ვიცი რას ვიზამ კიდე. სახელმწიფო უნდა მოგხედოს. არსად არა მაქვს ბინა. 7.5 ქულა მაქვს. 3 ვართ და არსად არა მაქვს ბინა რო დავიძინოთ. მე ვთხოვ დევნილთა მინისტრს ამ ეტაპში მომახვედროს ვთხოვ ძალიან პატივცემულ მინისტრს. ხედავ ფეხო კაცი ვარ, მეკუთვნის პირველი ჯგუფი, მეორე ჯგუფი მომცეს. ვიდრეს მდგომარეობამდე მივედით, რადგან არანაირი საერთოდ ყურადღება არ იყო ჩვენს მიმართ. უშუალოდ მინისტრი იმითომ გვინდოდა, რომ მოადგილი იყო ჩამოსული, მაგრამ ჩვენი პრობლემები მაგამ ვერ გადაწყვიტა. მარტო მინისტრთან ვითხოვთ შეხვედრას, რადგანაც იყო პირველადვე დაპირება, რომ რაღაცა რეაგირება მოხდებოდა. ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, ეს არის თავშესაფარი. 45 ლარის მეტი ჩვენ არაფერი არ აგვიღია. ისეთი კრიტერიუმებია დაწესებული, რომ ჩვენ ფიზიკურად ვერ ვწევთ იმ ქულებს, რასაც ჩვენგან ითხოვენ. 4.5 ქულა მაქვს. არ მეკუთვნის მაგათი თვალსაზრისით, ქულების გარეშე მოვითხოვ. როგორ არ უნდა მეკუთვნოდეს 27 წლის განმავლობაში უპირობოდ როგორ არ უნდა მეკუთვნოდეს. 21 დღეა აქ ვართ. ჩვენ კონკრეტულად ყველა ვინც აქ ვართ, ვითხოვთ ერთ რამეს. ეს ძირეულ ბინას. არის ისეთი ოჯახები, რომ 3 ოჯახი ვართ გაერთიანებული, რომ ერთი ბინა ავიღოთ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ მინისტრთან შეხვედრას. ცოტა დრო გავიდა, კიდე რა დროზეა სათო და რა ეტაპებზეა ლაბარაკი. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულად ეხლა მოგცემ ყველას ბინა. 26 წელიწადია უცდით ჩვენ ასეთ უბედურ მდგომარეობას. ორჯერ გავიარე მონიტორინგი და შემატყობიეს, რომ არა ვარ სიაში. 6 ქულა მაქვს, ჩემი ქულა ერთ ოთახიან ბინაზე არის გამსვლელი. ასეთ აუტანელ მდგომარეობაშია ყველა აქ მშობლი დევნილები. ამ ჩვენ დაპირებებს ბოლო არ უჩანს. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქედან წამსვლელი არა ვარ. მინისტრი ჩამოვიდეს, შეისწავლოს ყველა ამ დევნილების მდგომარეობა და მოგცეს პასუხი. აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს. მე მათ შემიძლია ერთადერთი პირობა მივცე, რომ აბსოლუტურად ვიმოქმედებთ და მოქმედებთ კანონის ჩარჩოში, დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იგივე პირობა არაერთხელ დაუდასტურა მათ მინისტრმა შეხვედრებზე. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი დღისთვის ყველა დევნილი ოჯახი რო დაკმაყოფილდეს, სახელმწიფო სჭირდება დაახლოებით 2 მილიარდ ლარამდე და გამომდინარე აქედან არის შედგენილი ეს კრიტერიუმებიც, გამომდინარე აქედან არის შედგენილი ეს კომისიაც, რომელიც იხილავს დევნილებზე ბინების გადაცემის საკითხებს. მოცემული მომენტისთვის ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ბინით დაკმაყოფილებას, ზუსტად ის ხალხი დაკმაყოფილდებიან და მათი მოთხოვნა თუ ესაა, რომ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი საცხოვრებელი ფართი და ისინი საჭიროებენ ბინის გადაცემას, მე მათ კიდევ ერთხელ უდასტურებ, რომ თუ ეს არის კომისიის სხდომების შემდეგ, როდესაც კომისია დასრულდება, ისინი ფართებს მიიღებენ და თუ ეს არ არის, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ. დღევანდელი მათი მოთხოვნა, რომ ისინი შეხვდნენ მინისტრს, ამას წინ უდევს იმის მოთხოვნა, რომ მინისტრმა მისცეს მათ განმარტება, ეკუთვნით თუ არა ბინა, ანუ გადაეცემათ თუ არა დღეს ბინა. აქვე მინდა
აღნიშნე, რომ აღნიშნული მოთხოვნა, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიცხადეს გამომდინარე იქიდან, რომ კომისია ამაზე პასუხისმგებელი და კომისიის კომპეტენცია არის. შესაბამისად, ვერც მე, ვერც მინისტრი ვერ დაუდასტურებთ მათ, ფართი ეკუთვნით, გადაეცემათ თუ არ გადაეცემათ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, კანონით, რა თქმა უნდა, ეკუთვნით, უბრალოდ გამომდინარე იმ ბიუჯეტიდან, რა ბიუჯეტის დღეს გვაქვს, შესაბამისად მოქმედებს კრიტერიუმებიდან გამომდინარე ქულათა სისტემა და ქულათა სისტემიდან გამომდინარე რიგიწობა.